ბათუმში დასასრულს უახლოვდება საქართველოს საჭადრაკო პირველობა ასაკობრივ ჯგუფებს შორის. სპორტის დამსახურებული მოღვაწის გიორგი ქიტესაშვილის ინფორმაციით გურჯაანის სპორტული გაერთიანების სპორტსმენები საკმაოდ დამაჯერებლად ასპარეზობენ. 3 მათგანს კი მედლის მოპოვების რეალური შესაძლებლობა აქვს. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ჩემპიონი და მეორე პრიზიორი მოახლოებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ. მიმდინარეობს საქართველოს პირველობა ასაკობრივ ჯგუფებს შორის ქალაქ ბათუმში. ეს არის ასაკობრივ ჯგუფებს შორის საქართველოს ფინალური ეტაპები არის. აქედან ზონიდან გამარჯვებულები არიან ჩამოსულები. ჩვენც რა თქმა უნდა ზონაში გავიმარჯვებთ კახეთის პირველობაზე და ჩვენი მოსავლეები თამაშობენ საქართველოს პირველობაზე ფინალში. საინტერესოა ეს ტურნირი იმითაც, რომ აქ გამარჯვებული პირველ ადგილზე გადის სოფლიო პირველობაზე, მეორე ადგილზე გამარჯვებული გადის ევროპის პირველობაზე. უკვე ჩატარდა 8 ტური. ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი სარა საუთხუთში, რომელიც არის უკვე ვიცით ევროპის ჩემპიონი, დაწინაურდა და 8 შეაძლოებიდან 7 ქულა აიღო. აქტიურად განახდებული აქვს მეორე ადგილი მაინც, იმიტომ რომ რომც ბოლო პარტია წააგოს, ის მაინც მეორე ადგილზე დარჩება და მინიმუმ ევროპის პირველობაზე ითამაშებს. თუმცა მოსალოდნელი არის, რომ ბოლო პარტია მოიგოს და მოწინააღმდეგე გამაწააგოს, ან კაი დაამთავროს და გადაინაცვლოს პირველ ადგილზე. ასევე კარგად თამაშობენ ჩვენი მოჭადრაკეები დიმა ლოდრიშვილი, რომელსაც საშუალება აქვს ხუთეულში გავიდეს, თუ ბოლო ორი პარტია მოიგო, მას ორი პარტია დარჩა სათამაშოდ. ასევე რათუაშვილი მარიამი, მას დღეს ხდება ერთ-ერთი ძლიერ მოჭადრაკეს გიორგაძეს, თუ მასთან მოიგო პარტია და ბოლო პარტიაც მოიგო, აქ შანსი რომ გავიდეს საპრიზო ადგილზე და მონაწილეობა მიიღოს სოფლიო ან ევროპის პირველობაზე. ნახოთ ბოლო პარტია ხوار გადაწყდება ზუსტად როგორ დათარდება შედეგები ჩვენთვის გურჯაანისთვის და რა შედეგებს მოიყვება და რა ადგილზე